საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად სააგენტო აწარმოეს საქართველოში 2026 წლიდან ახალი მასშტაბური პროგრამების განხორციელებას გეგმავს. ინიციატივები მოიცავს როგორც კაპიტალის ბაზრის გაძლიერებასა და ფასიანი ქაღალდების გამოშვების მხარდაჭერას, ისე ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმების განვითარებასა და რეგიონებში ბიზნესის მხარდამჭერი ინფრასტრუქტურის გაფართოებას. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება რეგიონულ საკონსულტაციო ცენტრებსაც. სააგენტო დამატებით 4 ახალ ცენტრს გახსნეს გურიაში, რაჭაში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში. აღნიშნული ნაბიჯები მიზნად ისახავს განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას და ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებას ქვეყნის მასშტაბით. 2026 წელს იგეგმება რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ჩვენ სააგენტოში. ერთ-ერთი გამოყოფთი ეს არის, რა თქმა უნდა, საინვესტიციო ფონდის შექმნა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ქვეყანაში ალტერნატიული დაფინანსების წყაროების არსებობაზე. ჩვენ ერთ-ერთი ესეთი პროგრამა უკვე გავუშვით, ეს იყო ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობის პროგრამა, სადაც უკვე მილიარდ ლარამდე ემისია არის განხორციელებული ჩვენი პროგრამის ფარგლებში. შემდეგი ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საინვესტიციო ფონდის გაკეთება, სადაც ამ შემთხვევაში სააგენტოს ექნება ლიმიტირებული პარტნიორის როლი. კაპიტალის ბაზრის განვითარების პარალელურად სააგენტო აწარმოეს საქართველოში 2026 წლიდან ალტერნატიული დაფინანსების ახალ მექანიზმებს აამოქმედებს. მათ შორისაა საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში მომდევნო 3 წლის განმავლობაში შეიქმნება ფონდები, რომელშიც სახელმწიფოს ლიმიტირებული როლი ექნება. ფონდი ინვესტირებას განახორციელებს მცირე და საშუალო ბიზნესში. ახალი კანონმდებლობის მიხედვით კი კომპანიებს საშუალება ექნებათ სწრაფად მიიღონ თანხა უკვე გაყიდული პროდუქტის ან მომსახურების საფუძველზე, ფაქტორინგის კომპანიიდან ან ბანკიდან, რაც საშუალო კაპიტალზე წვდომას მნიშვნელოვნად ამარტივებს. გასული წელი განსაკუთრებით საინტერესო და ეფექტური იყო ახალი კაპიტალის ბაზრის პროექტების და ინსტრუმენტების განვითარების თვალსაზრისით, მაგალითად სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობის პროგრამა, სადაც 700 მილიონ ლარზე მეტი ბონდების გამოშვების მხარდაჭერა განხორციელდა, ასევე ტრადიციული მიმართულებები, მათ შორის მიკრომეწარმეობის ახალი პროგრამა, სადაც 1300-ზე მეტი პროექტის მხარდაჭერა განხორციელდა. მიმდინარე წელი, ახალი წელი იქნება კიდევ უფრო საინტერესო, იქნება ბევრი სიახლე, რომელიც დაფუძნებულია ისევ და ისევ იმ საჭიროებებზე, რაც გააჩნია კერძო სექტორს. აწარმოეს საქართველოს ბენეფიციარი კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, კაპიტალის ბაზრის განვითარება მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისე ბიზნესისთვის. მინდია საბანაძე საკუთარი გამოცდილებით ამბობს, რომ ფასიანი ქაღალდების გამოშვებამ მათ გაფართოების, სამუშაო ადგილების შექმნისა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა მისცა. ძალიან კარგი ინიციატივა გამოიჩინა ეკონომიკის სამინისტრომ, კერძოდ აწარმოეს საქართველოს. ეს ალტერნატიული ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის განვითარებისათვის. კიდევ ერთი мотиваცია იმისათვის, რომ კომპანიებმა დაიწყო მზადება და სწრაფად განვითარდნენ. რაც შესაბამისად მე უკვე თუ ჯაჭვური რეაქციაში შევხედავთ, ეს უკვე გარკვეულწილად ხელს უწყობს თვითონ ეკონომიკის განვითარებას. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა აწარმოეს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინიციატივად ჩამოყალიბდა. პროგრამამ გასულ წელს რეკორდული შედეგები აჩვენა. მის ფარგლებში მოზიდულმა საინვესტიციო კაპიტალმა 900 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. წარმოდგენილი 29 განაცხადიდან განხორციელდა 12 კომპანიის 19 ემისია, რაც ნათლად ასახავს ბიზნესის მზარდ ინტერესს ფასიანი ქაღალდების მეშვეობით დაფინანსების მიმართ.